რაზე ვისაუბრებთ, ამას უფრო დეტალურად თავად გაგვიზიარებთ და გვეტყვის. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ თაკოდესურა მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. საკითხი, რომელზეც დღეს მე მინდა რომ გესაუბროთ, ვფიქრობ არის მრავლის მომცველი და ამავდროულად განვითარების დიდი ისტორიის მატარებელიც. გამოხატვის კერძო მანერა, ეგრეთ წოდებული სტილი, რომელიც ყველაში და ყველაფერში ინდივიდუალური და თავისებურია, ტენდენციების მუდმივი ცვალებადობა. ამ ყველაფერს საუკუნეების წინ დამკვიდრებული ტერმინი მოდა აერთიანებს. ის ჩვენი ყოფიერების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ხანმოკლე პერიოდულობით მუდმივ გარდასახვას განიცდის. ბუნებრივია, სწორედ მოდაზე და მის დროში ტრანსფორმაციაზე გიამბობთ ხოლმე უცნობ და საინტერესო ისტორიებს, აგრეთვე მოგიყვებით იმ გზაზე, რომელიც მან იქამდე გაიარა, სანამ ჩვენამდე მოვიდოდა. ჩემი დღევანდელი სასაუბრო თემა იქნება უნიფორმა, ოღონდ უნიფორმა არა მხოლოდ როგორც სამოსი, არამედ როგორც სოციალურ-კულტურული ფენომენი ერთგვარად. თაკოდესურა, თქვენ მინდა პირველ რიგში გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, სად და როდის შეიძლებოდა, რომ გაჩენილიყო იდეა პირველი უნიფორმის შექმნის და როგორ გამოიყურებოდა ის აი თქვენი აზრით, თქვენი წარმოდგენით? არ ვიცი, შეიძლება ეს რაღაც სამედიცინო სამყაროში მოხდა, ან სკოლის არ ვიცი, პირველი რაც ან სკოლა მახსენდება, ან სპეციფიკური მიმართულება უნდა იყოს აუცილებლად. აი არ ვიცი. რაღაც მსგავსი. პირველი ოფიციალური სწორი პასუხი. კი, ახლავე მოგახსენებთ. პირველი ოფიციალური სასკოლო უნიფორმა მე-16 საუკუნის ინგლისში გამოჩნდა. დიახ, ეს იდეა მაშინდელ მონარქს ედუარდ მე-6-ს ეკუთვნის. მისი დიდი სურვილი იყო, რომ სასწავლო გარემოში ახსოვსდელებს შორის თანასწორობა დამყარებულიყო და სწორედ ამიტომ 1552 წელს ლონდონის ერთ-ერთმა სკოლამ პირველ უნიფორმიან მოსწავლეებსაც უმასპინძლა. და როგორც სურათებზეც ხედავთ, ბავშვები ლურჯი ფერის გრძელ მოსასხამს, ყვითელ წინდებსა და თეთრ საყელოს ატარებდნენ. მინდა გითხრათ, რომ ამ უნიფორმას ძირეული გარდასახვა არ განუცდია და მე მეცაც გეტყვით, რომ ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში ეს სამოსი ტრადიციად შემორჩა და იქაური მოსწავლეები დღესაც აი ამ უნიფორმას ატარებენ. ამის მიზეზი ძალიან ლამაზია. ძალიან მივესალმები ამ ტენდენციას. კი, თანასწორობის ამბავში მე მგონი, რომ მაშინ როდესაც საქმე გვაქვს მოზარდა. აგერ ახლა სავალდებულო ხდება სახელმწიფო სკოლებში და შესაბამისად ეხმაურება ჩვენი დღევანდელი თემა გადაწყვეტილებას, სახელმწიფო გადაწყვეტილებას. კი ბატონო. ფერებზე მინდა რომ გავაკეთოთ აქცენტი, რატომ იყო ვთქვათ ლურჯი ფერის ვთქვათ მოსასხამი და ასე შემდეგ. ნახეთ, ლურჯი ფერი შუა საუკუნეების ინგლისში ქველმოქმედებასთან და ხელმომჭირნე ოჯახების დახმარებასთან ასოცირდებოდა. ლურჯი მოსასხამის შექმნით კი სკოლის წარმომადგენლობა დაბალი სოციალური ფენის მოსწავლეებს მდიდარი ოჯახის შვილებთან ათანაბრებდა, ანუ ისევ თანასწორობასთან მივდივართ რეალურად. ყვითელ ფერს რაც შეეხება, ყვითელი საღებავი იმ დროისთვის ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი იყო და გარდა პრაქტიკულობისა, ამ ფერს იმედთან და მხიარულებასთანაც აიგივებდნენ, რაც სიმბოლურად, რა თქმა უნდა, ვისთან თუ არა პატარებთან არის დაკავშირებული და ასოცირებული. ლურჯის და ყვითელის კომბინაცია ძალიან მოხდება ერთმანეთს. არაჩვეულებრივი კომბინაცია, გეთანხმებით. გადავინაცვლოთ ახლა უკვე სხვა ქვეყანაში, მოგვიანებით უკვე კერძოდ მე-19 საუკუნეში დასავლური მოდელის გავლენით სასკოლო უნიფორმა იაპონიაშიც შემოიღეს. როგორც სურათებზეც ხედავთ და არის კარგად ნაჩვენები, გოგონებისთვის ეგრეთ წოდებული სეიფუკუ, ანუ საზღვაო თემატიკით ინსპირირებული სამოსი შეიქმნა, ბიჭებისთვის კი სამხედრო სტილის შავი მოსაცმელი. მისი დიზაინი მაღალ საყელოსა და ამოზნექილ ღილებს აერთიანებდა და ბუნებრივია ამ სამოსაც ჰქონდა თავისი სიმბოლური დატვირთვა. იაპონიაში სამხედრო სტილის ქურთუკი დისციპლინის, ერთიანობისა და მორჩილების სიმბოლო იყო და მიაჩნდათ, რომ ეს ახალგაზრდებს პასუხისმგებლობის განცდას უღვიძებდა და მომავალ მებრძოლებადაც ზრდიდა ერთგვარად. ცნობილი, დამახასიათებელი ძალიან კოსტუმი. დიახ. გოგონების უნიფორმის დიზაინი კი შედარებით მოგვიანებით, უფრო კონკრეტულად მე-20 საუკუნის 20-იან წლებში შექმნეს. პირველი ნიმუში ევროპული სასაზღვრო ფლოტის ფორმიდან იყო აღებული. საზღვაო სტილი ახალგაზრდობასთან სისუფთავესა და პროგრესთან იყო დაკავშირებული. ამიტომაც შეაჩერეს იაპონელებმა არჩევანი საზღვაო თემატიკის უნიფორმებზე. ეს ისტორია, მოკლედ, რომელიც ასე ვთქვათ, მოგიყევით განვითარების ეტაპები ამ უნიფორმების და დღეს რა ხდება საინტერესოა, ხო?
ხომ? დღეს სკოლებში როგორც ვიცით, უნიფორმების ტარების კულტურა მსოფლიოს მასშტაბით მეტნაკლებად ისევ არის შემორჩენილი, თუმცა დიზაინი რა თქმა უნდა შეცვლილია და უფრო მეტად არის გათანამედროვებული თავისთავად. გოგონები როგორც სადა, ანუ ერთ ფერში გადაწყვეტილ, ისე დაზოლილ ქვედაბოლოებსაც ირგებენ, რაც შეეხება ზედატანს, მათ აცვიათ ხშირ შემთხვევაში ღია ფერის პერანგები, ან ეგრეთ წოდებული ბევრისთვის ცნობილი პოლო მაისურები. ბიჭები კი ხშირ შემთხვევაში კლასიკურ პიჯაკსა და შარვალში არიან შემოსილები, რასაც თეთრ ან სხვა სადა პერანგს უსადაგებენ ხოლმე. ძალიან მომწონს ყველა მათგანი, რასაც სვადევნებთ სასკოლო ფორმები რეჟიმში. ძველიც და როგორი ლამაზი იყო და კომბინაცია როგორი იყო, როგორც აღნიშნე ლურჯის და ყვითლის და თანამედროვეც მე ვფიქრობ, რომ ისეთია სადა დახვეწილი და რაც მთავარია თანასწორობასთან პირდაპირ კავშირში. თავარი გზავნილი, იმდენად მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს ამ ყველაფერს, რომ შემდეგ უკვე ეს ყველაფერი ლამაზად როცა არის წარმოდგენილი ბუნებრივია მისასალმებელი. ბავშვობაში რაღაც ისეთი მე რომ არ მქონდა, რასაც სხვა მქონდა, რაღაცნაირად სადღაც გულში ალბათ თავისთავად ეს გულისწყოტები ყველას მქონდა მით უმეტეს. ეს მთელი ცხოვრება აისახება ხოლმე. 90-იან წლების შვილები ვართ ჩვენ. თავისთავად ყველაზე მეტად თქვენ გესმით ამ მიმართულებით. სოციალური პრობლემა და გამოწვევა იყო და თავისთავად ეს არ იყო უცხო არც ერთი ოჯახისთვის. შემდეგ ელენე. რასაკვირველია უნიფორმები მხოლოდ სასკოლო დაწესებულების მახასიათებლად არ უნდა მოვიაზროთ. ოდითგანვე არსებობდა ისეთი სამუშაო სივრცე, სადაც უნიფორმის ტარება სავალდებულო წესი იყო და რიგ პროფესიებში ეს დღესაც ასე გრძელდება. მიმოხილვის მეორე ბლოკში მე მოგიყვებით თუ რა გზა გაიარა სამოსმა, რომელიც სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს ამშვენებთ დღეს. ახლა გამოიცანია ეს ორი მიმართულება იყო უპირველესი და სამედიცინო სფერო. დიახ, ნაკარგია. ორი ასოციაციები მქონია. მართალია, ნამდვილად. მე მინდა ეხლა თქვენი ყურადღება ეკრანებისკენ მივაპყრო და ხედავთ ეკრანზე სურათს. თქვენი აზრით, ვინ არიან ეს ქალბატონები, რა პროფესიის წარმომადგენლები? სამედიცინო მიმართულებას რო აერთიანებენ, ეს უკვე ვთქვით, მაგრამ კონკრეტულად აი მედდები მინდა გითხრათ. ეს ფოტო, რომელსაც ეკრანზე ხედავთ, მე-19 საუკუნით თარიღდება და ამ პერიოდში ასე გამოიყურებოდნენ ევროპელი მედდები. სანამ მედდების სამუშაო ფორმა თანამედროვე სახეს მიიღებდა, იქამდე ისინი შავ ან თეთრ კაბას ატარებდნენ. კაბა იკერებოდა სპეციალურად უხეში ქსოვილისგან, რადგან მედდებს პაციენტის სისხლისგან დაეცვათ თავი. უნდა აღინიშნოს, რომ კაბას სახელოებთან თეთრი სამკლაურები ამშვენებდა, ზემოდან კი იმავე ფერი წინსაფარი. თავზე კი მედდები თეთრი რა საინტერესოა. იცით რა, თეთრი მე ვფიქრობ, რომ უფრო ამარტივებს ჰიგიენის ნორმების დაცვის ამბავს, იმიტომ რომ თეთრზე ყველაზე უკეთ ჩანს სისხლის კვალი და ასე შემდეგ, რაც ასე ვთქვათ, დაბინძურების კვალი და მიგანიშნებს, რომ დროა, ასე ვთქვათ, ჰიგიენის ნორმებს მოუხმო უფრო. უბრალოდ ეს დრო ძალიან მარტივად დგება ხოლმე ამის თქმებით. გეთანხმები, კი ბატონო. და როგორც ფოტოებზეც ხედავთ, მედდებს თავზე სპეციალური ქუდი ჰქონდათ ხოლმე მორგებული, რა თქმა უნდა. აღსანიშნავია, რომ ძველად ექიმები უნიფორმას მხოლოდ ეპიდემიის დროს იყენებდნენ და ზუსტად ასე იყო მე-14 საუკუნეშიც, როდესაც ევროპისა და აზიის კონტინენტზე შავი ჭირი მძვინვარებდა, როგორც მოგეხსენებათ და ახლა ეკრანზე გამოჩნდა დიახ კადრები, სადაც ხედავთ, რომ ექიმების სამოსი ერთგვარ დამცავ კოსტიუმს წარმოადგენდა. ამ კადრებში ალბათ ყველაზე უცნაურად მედიკოსის ნიღაბი მოგეჩვენებათ და რატომ იყო ახლა ამ ყველაფერს განგიმარტავთ. საქმე იმაშია, რომ ნისკარტისებური ფორმა ექიმსა და პაციენტს შორის ერთგვარ ბარიერს ქმნიდა. დისტანცია. დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენთვის კარგად ნაცნობი 2020 წლის 2 მეტრიანი დისტანცია. მასში არომატული ზეთები და სხვადასხვა მცენარე იყო მოთავსებული, რაც უსიამოვნო სუნსა და დაინფიცირების ალბათობას ამცირებდა. დიახ, ბატონო. ეს წაწვეტებული ფორმის ნიღაბი ტყავის ან ხის მასალისგან მზადდებოდა, გრძელი დახურული შავი სამოსი კი ბიოლოგიური სითხეებისგან თავის დასაცავად გამოიყენებოდა. თუმცა ნამდვილად ძალიან ცუდი შესახედავია, აი ამ ვიზუალურად ამაზე ეს უნდა აღინიშნოს. კი, დამსხურველია ახლა რომ ვიყურებ. ისედაც რომ ცუდად ხარ და კიდე ეს გადგას თავზე. აბა
თავმჯდომარეობის ჯამს აი ეს სურათი დაიფიცირების შანსი რომ მომეტებულიყო, ექიმების დაიფიცირებულები იყვნენ და მოკლედ ვიღა გვიშველი და ასე გამოიცა. სიკვდილებით რაც იყო უნიშნელოვანესი. პირდაპირ დაანებდები ამ ამბავს. და მოდი ნანელა ფინიშისკენაც გავიდეთ და ალბათ მაყურებელს უთულა დაინტერესებს, როდის გაჩნდა სამედიცინო სექტორის უნიფორმის დიზაინში ყველასათვის ცნობილი თეთრი ხალათი. აბა გითხარი ეს როდის მოხდა რომელ საუკუნეში? დიახ, ახლავე მოგახსენებ. საქმე იმაშია, რომ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში მედპერსონალის მიდგომა ჰიგიენის ნორმების მიმართ შეიცვალა და კიდევ უფრო გამკაცრდა. ექიმებმა თეთრი ლაბორატორიული ხალათების ტარება დაიწყეს. ამ ფერზე კი იმიტომ შეაჩერეს არჩევანი, რომ როგორც მოგეხსენებათ, თეთრ ტანსაცმელზე ადვილად ჩანს ნებისმიერი ლაკა, რაც სტერილურობისა და სისუფთავის კონტროლში გვეხმარება, რაც წეგან ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, თაკო და ზურა. თავიდან ხალათი ყოჭამდე სიგრძის და სრულად დახურული იყო, მას სქელი ბამბისგან კერავდნენ, რომელიც ადვილად ირეცხებოდა და ხარშვასაც უძლებდა, ბუნებრივია. დღეს თეთრი ხალათები შერეული ქსოვილისგან მზადდება, ისეთისგან როგორიც არის ბამბა და პოლიესტერი. შეიცვალა არა მხოლოდ მისი ქსოვილის შემადგენლობა, არამედ ვიზუალური ნაწილიც, ხალათს დაემატა ჯიბეები და შეიქმნა მისი მოკლე ვერსიაც უფრო კომფორტული გადაადგილებისთვის. აუ ძალიან საინტერესო იყო, ძალიან დიდი მადლობა. ნოყიერი, საინტერესო ექსკურსი იყო და რაღაცნაირად მე მგონი ეს ტენდენცია რომ დამკვიდრდეს, ცუდი და ურიგო არ იქნებოდა. კარგი იქნება. იცი რა არის, შენი უნიფორმაც ძალიან მომწონს და შესანიშნავად გამოიყურები, ეს ის უნდა კომპლიმენტებს, როგორც ყოველთვის. აუცილებლად. მოწოდების სიმაღლეზე ხართ.